მეგობრებო, ის რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო არა კრივი, არამედ რაღაც აუხსნელი ფენომენი. ჩეის დემურმა ენდრიუ ტეიტი დაამარცხა ბრძოლაში, რომელსაც მხოლოდ ერთი სიტყვით თუ აღწერთ: კატასტროფა. ეს იყო ყველაზე ნაკლებად ტექნიკური და ყველაზე მეტად გაჭედილი ლაგი დაპირისპირება, რაც კი ოდესმე სპორტის ისტორიას ახსოვს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ინტერნეტის ხარვეზები და ლაგები ამ შემთხვევაში კურთხევა იყო. მათ დაგვიცვეს იმ საშინელების სრულად დანახვისგან, რაც რინგზე ხდებოდა. კადრი წყდებოდა და ჩვენ მხოლოდ ვხვდებოდით, რა მოხდა შუალედში. ეს იყო ნამდვილი მისტიკა. ბევრი ჩიოდა, რომ ბრძოლა საშინელება იყო, მაგრამ მე გეტყვით, მე სიამოვნება მივიღე. ეს იყო სუფთა წყლის იუმორი. ჩეის დემურისა და ენდრიუ ტეიტის შეხვედრა პირდაპირ შევიდა ყველაზე სასაცილო ბრძოლების ოქროს ფონდში, კიმბოს ლაისისა და დადა 5000-ის ლეგენდარული დაპირისპირების გვერდით. ეს არის კრივი, რომელიც გადაიზარდა აბსურდის თეატრში. ენდრიუ ტეიტისთვის ეს წაგება ნამდვილი კოშმარია. ჩეის დემურთან დამარცხება უბრალოდ ტეხავს. დემური, ჩემი სუბიექტური აზრით, არის ყველაზე სუსტი მოკრივე, ვინც კი ოდესმე მინახავს. მისი ერთადერთი უპირატესობა სიმაღლე და გრძელი ხელებია. სხვა მხრივ კი მისი ტექნიკა ნულს ქვემოთაა. საოცარი ის არის, რომ ჩეის წონის კლება მოუწია, რათა 100 კილოგრამში 220 ფუნტი ჩამჯდარიყო, რაც წესით მას უნდა დაღლიდა. მაგრამ რა ვიხილეთ? ენდრიუ ტეიტი, ალფა მეინეირი, პირველივე რაუნდებში დაიცალა ენერგიისგან. მესმის, რომ ტეიტს წლები არ უჩხუბია, მაგრამ დემურისნაირ მეტოკესთან მაინც სხვა მოლოდინები გქონდა. ხალხს უნდოდა ენდრიუს დარენ ჰილთან ჩხუბი ეხილა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს არ მოხდა. ჰილი ტეიტს რინგზე გააუბედურებდა. ამ ბრძოლის შემდეგ ტეიტის რეპუტაცია და ეგრეთ წოდებული აურა სერიოზულ დეფიციტშია. დასაწყისში რაღაცებს ცდილობდა, სხეულში ჯებებს ისროვდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო სრული ფიასკო. მოდით ახლა უფრო სერიოზულად მიმოვიხილოთ ეს შედევრი. ორივე მებრძოლი ისე ისროდა დარტყმებს, რომ ნიკაპი ცისკენ ჰქონდათ აწეული. მეგონა დარბაზის ჭერზე რაღაც საინტერესოს ეძებდნენ, მაგრამ არა, ეს უბრალოდ მათი უნიკალური ტექნიკაა. ჩეისი ხელებს ისე იქნევდა, თითქოს ბუზებს იგერიებდა. ტეიტი კიდევ ცდილობდა რაღაც ფორმის შენარჩუნებას, მაგრამ დაიღალა და ყველაფერი აერია. წარმოიდგინეთ, ჩეისმა წონა დაიყლო, გამოიფიტა, ტეიტი კი სხეულში დარტყმებს უტარდებდა, მაგრამ მაინც ენდრიუს გაუჩერდა მოტორი პირველს. ამ ბრძოლის მთავარი ელემენტი იყო ჩახუტება. ეს არ იყო კლინჩი, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის გამოხატვა. ერთ მომენტში ჩეის დემურმა ხელები წინ ისე გაიშვილა, როგორც მუმიამ ფირმებიდან. არანაირი დარტყმა, უბრალოდ წავიდა წინ, რომ ენდრიუს ჩახუტებოდა. მისი სახე ამ დროს საოცრება იყო. ნიკაპი მაღლა, ბილებით კაპას ისე აწვებოდა, გეგონებოდათ ახლა გარღნისო. და აი ყველაზე გენიალური მომენტი. ჩეისმა ერთდროულად ისროლა ჯებიც და ოვერჰენდიც. ორმაგი დარტყმა. ტეიტს ასეთი რამ ცხოვრებაში არ ენახა. როგორ უნდა მოემზადო ტექნიკისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ერთ დარტყმას კიდევ აიცილებ, მაგრამ ორს ერთდროულად ეს უკვე უმაღლესი მათემატიკაა. თუმცა ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჩეისმა ორივე დარტყმა ააცილა. აი აქ კი დავეჭვდი. იქნებ ტეიტი იმაზე უკეთესია, ვიდრე გგონია? დემური კი აგრძელებდა თავის სტილში. ნიკაპი ცაში, გამოწეული ხელები და სრული ქაოსი. ამ ყველაფრის სერიოზულად ყურება უბრალოდ შეუძლებელია. ბრძოლის გაგრძელება კიდევ უფრო აბსურდული გახდა. ჩეისმა ისეთი მარცხენა ჰუკი გაუშვა, ალბათ ალექს პერეირასაც კი შეშურდებოდა. ირონიით, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ნიკაპი ისევ დაუცველი ჰქონდა, ტეიტმა კონტრშეტევით უპასუხა. შემდეგ ისევ ვიხილეთ ჩვენი საყვარელი ლაგები. ერთ წამს ტეიტი დარტყმას იცილებს, მეორე წამს კი კადრი გადახტება და ვხედავთ, როგორ გადაზდის თავი უკან ძლიერი ჯებისგან. ტეიტი ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, თითქოს ლიმბოს ცეკვავდა, არა და კრივს. ჩეის დემური კი აგრძელებდა თავის შოუს. ისე იქნევდა მარჯვენა ჰუკებს, რომ ლამის რინგის გარეთ ვარდებოდა ინერციით. მისი სხეულის პოზა თითოეულ კადრში არის მზა მასალა მემებისთვის. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბრძოლის ბოლოსკენ ჩეისმა რაღაც პროგრესი აჩვენა. მისი დარტყმები უფრო სწორი გახდა. ხელები ნაკლებად უფართხალებდა. და აქ მოხდა მთავარი. ჩეისმა ნამდვილი შორი უკენი შეასრულა. ხელი წელთან ჰქონდა, იქიდან კი ისეთი აპერკოტი ამოჰკრა, თითქოს ვარსკვლავებს წვებოდა. სიმაღლეშიც კი შეხდა ამ დარტყმის დროს. ეს იყო ყველაზე მაღალი დარტყმა კრივის ისტორიაში. ენდრიუ ტეიტი გაოგნებული ჩანდა. ჩეისმა ზედიზედ რამდენიმე აპერკოტი დასვა. ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ სერიოზულად მოხდა ტეიტს. ჩეისი ბრძოლის მსვლელობისას უფრო და უფრო უმატებდა, რაც პარადოქსია მისი ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში ამ ბიჭმა მოიგო. დიახ, ჩეის დემურმა მოიგო ენდრიუ ტეიტს და ეს რეალობაა, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვიცინით, ორივე მებრძოლს ეკუთვნის პატივისცემა იმისთვის, რომ რინგზე ავიდნენ. თუმცა ფაქტი ჯიუტია. ენდრიუ ტეიტისგან ყველა ელოდა დამაჯერებელ გამარჯვებას.
მაგრამ მივიღეთ სრული იმედგაცრუება. ახლა უკვე ნათლად ჩანს მისი რეალური დონე. კიდევ კარგი დარენ ჰილს არ ეჩხუბა, თორემ ის ბრძოლა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სანქცირებული. ეს იქნებოდა ცალმხრივი განადგურება. ამავე საღამოს ნამდვილი ნათელი წერტილი ტონი ფერგუსონი იყო. აი ეს იყო სანახაობა. ტონიმ თავისი მეტოქე უბრალოდ მიწასთან გაასწორა. დააგდო და მერე ლომივით დაუღრიალა. მართალია ის სოციალური მედიის ვარსკვლავებს ეჩხუბება, მაგრამ მაინც სასიხარულოა მისი გამარჯვების ნახვა. ორმაჩიანი მოგებათა სერია აქვს ბოქსში და ეს ტონის ფანებისთვის დიდი იმედია. მისი პერფორმანსი ამ ქარდის ნამდვილი ჰაილაითი იყო. ამით დასრულდა სელებრიტი კრივის ეს უქმეები. წინ გველოდება რაიზენის საახალწლო ივენთი იაპონიაში, სადაც 6 საჩემპიონო ბრძოლაა დაგეგმილი. სანამ UFC პაუზაზეა, ეს შესანიშნავი ალტერნატივაა. იმედია ისიამოვნეთ ამ მიმოხილვით. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რომელიც იქნება პოდკასტი. დროებით. ასეა მეგობრებო. სანამ ერთი მხარე შოუებით ერთობა, ნამდვილ UFC-ში სერიოზული ქარიშხალი მზადდება. ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე, რომელიც მთელ საბრძოლო სამყაროს აალაპარაკებს. ისლამ მახაჩევი და მისი ამბიციები ქვესაშვალო ველტერვეით დივიზიონში. აქ კი სცენაზე გამოდის ჯოაკინ ბაკლი, კაცი, რომელსაც ენა არასდროს უჩერდება და ამჯერად მან პირდაპირი გაფრთხილება გაუგზავნა P4P რეიტინგის ლიდერს. ბაკლის აზრით, თუ მახაჩევი მართლა გადაწყვეტს ამ დივიზიონის ყოფილ მეფეს, კამარუ უსმანს დაუპირისპირდეს, ეს შეიძლება ისლამის დინასტიის დასასრული აღმოჩნდეს. მოდით სიტუაციას რეალურად შევხედოთ. ისლამ მახაჩევი ახლა თავისი კარიერის პიკშია. ის არა მხოლოდ მსუბუქი წონის ჩემპიონია, არამედ დომინანტი ძალა, რომელსაც ბევრი უმუმეშეს მებრძოლად მიიჩნევს. თუმცა ქვესაშვალო წონაში ასვლა სხვა თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა, უსმანისა და მახაჩოვის ბრძოლის შესახებ ხმები სულ უფრო ხშირდება. ჯოაკინ ბაკლი, რომელმაც თავად იწვნია უსმანის ძალა ამ წლის დასაწყისში, მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს. ის თვლის, რომ უსმანი დღეს აღარ არის ის საშიში ნიგერიელი კოშმარი, რომელიც წლების წინ იყო, მაგრამ მახაჩოვისთვის ეს ბრძოლა მაინც ჩიხი იქნება. ბაკლიმ Submission Radio-სთან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, ვინც არ უნდა მოიგოს მახაჩევი უსმანის ბრძოლა, მან მაშინვე უნდა დატოვოს ეს დივიზიონი. მისი ლოგიკა მარტივია. თუ უსმანი მოიგებს, ის მაინც აპირებს საშუალო წონაში, middleweight-ში ასვლას ხამზატ ჩიმაევთან რევანშისთვის და ტიტულისთვის. ხოლო თუ ისლამი მოიგებს, ბაკლის არ სჯერა, რომ მახაჩევი ამ წონაში დიდხანს დარჩება. ის ფიქრებს, რომ ისლამი უბრალოდ ტურისტია ამ დივიზიონში და მისი ბუნებრივი წონა ეს არ არის. ისლამი არ არის ნამდვილი ველტერვეიტი. ეს მაშინ გამოჩნდება, როცა ის ჩემნაირებს, იან გარის ან მაიკლ მორალეს დაუპირისპირდება. ჩვენ მას უბრალოდ ფიზიკურად გავდეხავთ, აცხადებს ბაკლი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მეგობრებო? ბაკლი მართალია თუ ისლამი მზად არის წლების განმავლობაში აკონტროლოს ორივე დივიზიონი? დაწერეთ კომენტარებში, რადგან თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბაკლი ისლამს ჯონ ჯონს ადარებს, როცა ყველაფერს მიაღწევ, როცა ორ წონაში ჩემპიონი გახდები და ლეგენდებს დაამარცხებ, კიდევ რა დარგჩენია დასაკეთებელი. თუმცა სანამ ისლამი ამ დიდ ნაბიჯს გადადგამს, UFC-მ უკვე გამოაქვეყნა 2025 წლის საუკეთესო საბმიშენების ნომინანტთა სია. რა თქმა უნდა, მახაჩევი აქაც ლიდერობს თავისი საოცარი arm triangle choke-ით, რომლითაც რენატო მოიკანო დაამარცხა UFC 311-ზე.